ბუკუჩავა უნდა შემოგვიერთდეს თბილისის მერიის მიმდებარე ტერიტორიიდან პირდაპირ ეთერში. Როგორც უკვე ვთქვით, ეს ამბავი ეხება 16 წლის მოზარდის დაყუპვას რიყის პარკის ტერიტორიაზე. ეს შემთხვევა სავარაუდოდ რამდენიმე დღის წინ შაბათს მოხდა, როგორც ნეტგაზეთის წერს. შემთხვევაზე დაწყებული არის 115 მუხლით გამოძიება. ეს ცხედარი არის აღმოჩენილი. სხვა გარემოებების საქმეში ჯერჯერობით არ არის, ასე პასუხობენ შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს. დღეს თბილისის მერიასაც მოუხდა განცხადების გავრცელება, თუმცა მერია წერს, რომ პარკში თხილში ჩავარდა სკოლის მოსწავლე და დაიღუპა 25 იანვარს და ეს მოხდა კერძო ტერიტორიაზე. TV პირველიდანაც ჰქონდა მერიის ამ განცხადებას გამოხმაურება. მანამდე TV პირველმა გავრცელა ინფორმაცია, რომ მოზარდის გადარჩენას მეგობრებიც ცდილობდნენ, თუმცა უშედეგოდ. სალომე ბუკუჩავა არის უკვე ხაზზე და ის გვეტყვის ახლა რა ხდება თბილისის მერიასთან. სალომე გისმით. დიახ, შეიძლება ითქვას, რომ ამ წუთებშიც იკრიბებიან აქციის მონაწილეები დედაქალაქის მერიაში. ჩემს კადრს ზურგს უკან უკვე ხედავთ წარწერებს, რომლებსაც მოქალაქეები ტოვებენ და 16 წლის მოზარდის პატივსაცემად დანთებულია უკვე ეს ანთლები. თავად მერიის შესასვლელთან კი უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი არის მობილიზებული, ასევე იკრიბებიან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები. თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აქციაზე შეკრებილები არ ითხოვენ არც მერთან შეხვედრას, არც მერიაში შესვლას, ისინი უბრალოდ პასუხისმგებლობას აკისრებენ დედაქალაქის მერიის შესაბამის სამსახურებს და თავად კახი კალაძეს, დედაქალაქის მერს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოგეხსენებათ, რომ 25 იანვარს მოხდა ფაქტი. ეს გახლავთ რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორია, კერძოდ რიყის ეგრეთ წოდებული დოქების ტერიტორია, რომელიც დავით ხიდაშელის საკუთრებაში არის ამ დროისთვის. ბოლო 2 წელიწადია ქართულ ოცნებასთან დაახლოებული ბიზნესმენი ამ საკუთრების გასხვისებას და გაყიდვას ცდილობს, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ მერიის განცხადებაში იყო ნათქვამი, რომ ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრეს ეკუთვნის და პასუხისმგებლობაც მასზე იყო დაკისრებული, აქ შეკრებილები ამბობენ, რომ არ არის შემოსაზღვრული ეს ტერიტორია, ასევე არ არის რაიმე ნიშანი, რომ ამ ტერიტორიაზე შესვლა ან გადაადგილება არის შეზღუდული. თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი გამოძიება დაიწყო ფაქტის მიწოდებისთანავე, ანუ შაბათს დაწყებულია მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის გამოძიება დაწყებული. თავად მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა 16 წლის მოზარდის შემთხვევის დროს რიყის პარკის ტერიტორიაზე და მეგობრები აწვდიან ინფორმაციას როგორც გამოძიებას, ასევე ოჯახის წევრებს. ჩვენ შევეცდებით გავესაუბროთ ახლა აქ შეკრებილებს. აქცია ორგანიზებული არის საკრებულოს დეპუტატების, კერძოდ კი გახარია საქართველოსთვის პარტიის წევრების მხრიდან თათა ხვედელიძე არის ჩვენთან ერთად, ასევე რუსუდან თევზაძე. ქალბატონო რუსუდან, თქვენით დავიწყოთ, გითხარით რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება მერიასთან მოსულიყავით, რას აპროტესტებთ და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარის გამო? ხო, პირველ რიგში სამწუხაროდ ნებას მომცეთ მიუსამძიმრებ ოჯახს. ყველანაირი სიტყვა და ემოცია არის, არ ვიცი, არაფერი ჩემი, მაგრამ რა თქმა უნდა მივუსამძიმრო. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა, 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა ტრაგიკული შემთხვევით, სწორედაც ქალაქის, მერიის და კალაძის უპასუხისმგებლობის გამო. და სწორედ ამიტომ მოვიდით აქ, ვდგავართ აქ, ვაპროტესტებ, იქნებ როგორღაც ეს, თუმცა მოლოდინი არა გვაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისაც ზოგადად ქვეყანაში ხდება, მე 60 დღე არის, ხო, და რასაც აპროტესტებს ხალხი არ ესმის ჩვენი ხმა, ხალხის ხმა არ ესმით. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, არაკომპეტენტურია და ასე შემდეგ. ყველა სიტყვა არის ზედმეტი, ძალიან მარტივად ვიტყვი. კაფიოთ და ხმამაღლა, რომ მკვლელი რეჟიმის უდიდესი, უმნიშვნელოვანესი რგოლი, მკვლელი კალაძე უნდა გადადგეს. მაგრამ რა გადადგომაზე და მორალურ პასუხისმგებლობაზეა საუბარი, რა განცხადებაც გააკეთეს 2 საათის წინ, ხო, თუ სწორად რა მნიშვნელობა აქვს და პასუხისმგებლობა დააკისრა კერძო კომპანიას. უკაცრავად, კერძო კომპანიის პასუხისმგებლობა არის კარგად შესრულებული სამუშაო, რომლის მონიტორინგს ახორციელებს მერიის სამსახური და მისი ხელმძღვანელი. ასე რომ ეს ისრების გადატანა კიდევ ერთი პატარა დეტალი, ვისი არის ეს კერძო კომპანია? ხიდაშელის, ხო? ესეთია ინფორმაცია ოფიციალური საჯარო, ხო? ეს ხიდაშელი მათი გუნდის და სექტის წევრია უკაცრავად ამ გამოთქმაზე. ასე რომ ნახეთ
როგორი არა მყარი კონგლომერატს არ თავად ერთმანეთს ესე თქვა ჭამენ და იმეტებენ, მაგრამ აი ეს საუბარი დღეს ცოტა უხერხულია, აი ისე მტკივა რომ აი ძალიან მერიდება ამაზე ვისაუბრო. ყველი რეჟიმი უნდა წავიდეს. შორს ჩვენი შვილებისგან, ხელები და შვილიშვილებისგან. ეს უნდა იყოს ბოლო. ბოლო და წულხვარ განვიცდი უსამძირებ დედას, არაჩვეულებრივს და არ ვიცი რა ვთქვა. მტკივა, ძალიან მტკივა. ძალიან დიდი თათა ხვედელიძეს და გადავინესო თათა გამარჯობა კიდევ ერთხელ გვითხარით პირველ რიგში რატომ ეკისრება პასუხისმგებლობა თბილისის მერიას აქ ორი ვერსია გავრცელდა ერთი რომ ინციდენტი მოხდა ეგრეთ წოდებული რიყის დოქების გარე პერიმეტრზე მეორე ვერსიით შიგნით თავად შენობაში როგორც ამას თბილისის მერია აცხადებს დეტალები ჯერჯერობით უცნობია როგორც გამოძიების ასევე ოჯახის წევრების მხრიდან თუმცა მაინც გზა და კვალი მიდის ქალაქის მერიასთან და შესაბამის სამსახურებთან. რატომ ეს რომ ავუხსნათ მაყურებელს? პირველ რიგში მე მინდა მივუსამძიმრო გარდაცვლილი ოჯახს და მართლაც უმძიმესია ეს ტრაგედია რომელიც დღეს ჩვენ გავიგეთ ამის შესახებ და 25-ში მოხდა ეს. რა თქმა უნდა თბილისის მერია და ეს შემთხვევა კიდევ და კიდევ ადასტურებს იმას რომ თბილისის მერიაში არის კორუფციული და უპასუხისმგებლო მმართველობა ჩვენს ქალაქში ცხოვრება ყოველდღიურად გადაადგილება აღარ არის უსაფრთხო და თბილისის მერიას ეკისრება ზუსტად ის ვალდებულება რომ მან უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ქუჩებში ეს იყო გახსნილი ღია პერიმეტრი, რომელზეც მოხდა ეს ტრაგედია. აქედან გამომდინარე თბილისის მერიას უნდა უზრუნველყო ის, რომ კონკრეტულ ამ ადამიანს, რომელსაც ეკუთვნოდა ის ადგილი და ის ახდენდა იქ რეკონსტრუქციას, აი რაიმე სახის ქმედების ჩატარებას, იქ უნდა ყოფილიყო ეს მითითებული, რომ საშიში იყო და გადაადგილებისთვის გამოუსადაგირი ადგილი იყო. ამიტომ ჩვენ მოვედით თბილისის მერიასთან დღეს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ აი აქ ქუჩიდან დავუსვათ მას შეკითხვა თბილისის მერს და მან ბოლოს და ბოლოს აიღოს პასუხისმგებლობა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება ჩვენს ქალაქში, რადგან ჩვენ ყოველდღიურად და ასე ყოველ წელს ხვდებით იმის მომსწრენი, რომ ჩვენს ქალაქში აი კორუფციის და არაპროფესიონალიზმის გამო ხდება სხვადასხვა უბედური შემთხვევები. დიდი მადლობა თათა ხვედელიძეს უსმენთ გაჩვენებთ წარწერას რომელიც ისტორიას ახსენებს აქ შეკრებილებს ვაკის პარკი მოგხსენებათ რომ მარიტა დაიღუპა 2022 წელს წყნეთის სკვერი, სადაც ასევე ახალგაზრდა ბავშვი შეეწირა ელექტროსადენების სისტემას და რიყის პარკი დაემატა მძიმე ისტორიას, რომელიც 25 იანვრით თარიღდება. აქ აქციაზე შეკრებილები ამბობენ, რომ ეს არის ქალაქი, სადაც ბავშვებისთვის სკვერები, პარკები არ არის უსაფრთხო და ამ პასუხისმგებლობას მათ შორის პოლიტიკურს თბილისის მერიას აკისრებენ.